მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა მნიშვნელოვანწილად პასუხგაცებულია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური პროექტების გარდა გაცილებით უფრო დიდი უშველებელი რესურსი, მილიარდობით რესურსი მობილიზებული იყო იმისათვის, რათა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩართვას ქონოდა შეუქცევადი ხასიათი, რევოლუციების მოწყობა და ჩვენ უკვე საქართველოშიც ვიხილეთ ათეულობით მილიონი დოლარით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აბსოლუტურად არ ასრულებენ თავის ფუნქციას და იმის სწავლება მოლოტოვის კოქტეილი რა მიმართულებით და როგორ დაამზადო და რა მიმართულებით ისრულო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმეს აკეთებს. რასაკვირველია, watchdog-ი ჭირდება ქვეყანას. ასეთები არის, თუნდაც თქვენი ტელევიზია ყოველდღიურად უყურებ. ნებისმიერი ტელევიზია, უშველებელი რაოდენობის მასმედია, პოლიტიკური ჯგუფები, ანალიტიკური ჯგუფები. რასაკვირველია არსებობს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაშია პირდაპირ ჩართული, რასაკვირველია იმ რესურსს თუ ვერ მიიღებს ამ ფონდისაგან, რომელიც მისივე ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. სულ გააუქმეს USAID, აგენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ვერ უსვამენ შეკითხვას. საქართველოს ხელისუფლება გონიათ დაბალი ღობე. ყველა პროექტი უნდა დაფინანსდეს, რომელიც ქვეყანას ჭირდება. ყველა პროექტი უნდა იყოს მხარდაჭერილი, რომელიც კონკრეტული ადამიანების სიკეთისთვის არის მოწოდებული. ასე რომ არავითარი სიჩუმის ყიდვა ამაში არ